საინტერესო ცხოვრება არ ქონდა ადვილი ცხოვრება. არა, ხო, ადვილი არ მქონდა. მოი საინტერესო ცხოვრება. თავგადასავალია, ხო, და ზოგადად ასეთ მიუხედავად იმისა, რომ შვილკვდარი ქალი ვარ, მაინტერესებს ცხოვრება და მაინტერესებს წინ რა იქნება. ამიტომ არ მიყვარს მოგონებები. ეხა დღეს თქვენთან კი ამეშალა მოგონებები, მაგრამ რაღაცით ხო უნდა დაგვეწყო და ამიტომ წინ ყურება მიყვარს ყოველთვის. მაი ეს ბიზნესია თუ შვილი? ჩემი პირმშოა. იცი რა მგონია? საქმეში სული, გული, სისხლი, ემოცია, ენერგია, როგორც ჩვილში თუ არ ჩადე, არაფერი არ გამოვა. პროფილზე ვამბობდი, რომ ჩემი მეორე შვილია. ხო, არ ვიცი. არა, არ არის შვილი. გავიზარდე. არა, ეს ბიზნესია. რომელიც დიდი ინდუსტრია უნდა გახდეს, ასე მაქვს ჩაფიქრებული. ოღონდ ნელა, ესე ფეხაკრეფით მივდივარ წინ. და ეგ რაღაც მომწონს ბიზნეს სამყაროში. ჩვენ ტელევიზიაში რომ მივდივართ, გვეუბნებიან, რომ ტელეფონი არ გამართოთ. დღესასწაული შაბათი კვირა არ არსებობს. ღამის 3 საათზე შეუძლიათ დაგირეკონ და გავარდე სამსახურში. და განსაკუთრებით აი ხა ჩემთვის პროფილის დროს მით უმეტეს კურიერის რეპორტიერობის დროსაც 31 დეკემბერი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. თავარი მას აკეთებ. გადაცემას ეთერში ახალ წელს ხალხი შენთან ერთად ხდება 7 იანვარი აღდგომა, ანუ მუშაო. და ბიზნესში თურმე არის ყვანაირად. და ერთხელ დავრეკე აღდგომა საქმეზე, მეორეჯერ 31 დეკემბერს საღამოს 10 საათზე, მესამეჯერ რაღაცა მესიჯი მივიწერე და დამსვეს და მითხრეს. აი, შოქში ვარდებოდი, რომ 7 საათზე ტელეფონს თიშობს ხალხი. მეთქი ეს როგორ მუშაობთ და ეხა ვისწავლე მეც, რომ ახალ წელს არ უნდა დარეკო და ეს Zoom-ში ჩართო არ უნდა მოითხოვო. და ეს მომეწონა ძალიან და შაბათ კვირას ვისვენებ.